მათთვის, ვისაც უყვარდა ფოტოგრაფია, არის ძალიან დიდი მოვლენა. მულტიეთნიკური ხელოვნების ფესტივალის კიდევ ერთი საკონკურსო დღე ფესტივალში თბილისში მცხოვრები ეროვნული უმცირესობებისა და რეგიონების სახელოვნებო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობენ. ღონისძიების ორგანიზატორი საქართველოს რეინტეგრაციისა და კულტურის სამინისტროა. ძალიან ლამაზ პატარა ნიჭიერ ადამიანებს ეძლებათ ძალიან ნათლად წარმოაჩინონ ის მრავალფეროვნება, რაც ჩვენი ქვეყნის მთავარ სიძლიერეს და სილამაზეს წარმოადგენს. არიან საოცრად მოტივირებული ბავშვები. აი თქვენ ნახავთ დღეს მათი წარმოდგენა არის ძალიან მაღალი ხარისხის, არიან ძალიან ისეთი კარგად მომზადებულები და ყოველ წელს გვაქვს ხოლმე შესაძლებლობა მათ ეს კიდევ უფრო მეტი სტიმული მივცეთ. ვფიქრეთ, როგორ დაგვეხალისებინა ეს ფესტივალი და გადავწყვიტეთ, რომ დაგვეჯილდოვებინა ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რაიონების სახელოვნებო სკოლების პედაგოგები, სახელოვნებო სკოლის დამსახურებული მასწავლებლის წოდებით, რომელსაც ფულადი ჯილდოც მოყვება და ყველა მოსწავლე, რომელიც ამ ფესტივალში მონაწილეობს, 175 მოსწავლე, ასევე მიიღებს სიგელს და საჩუქარს. მუსიკა არის იმდენად დიდი განძი, რომელიც ძალიან მოქმედებს ბავშვების ფორმირებაში, როგორც პიროვნების. და ეს ფესტივალი არის ძალიან მნიშვნელოვანი ამ მხრივ. ძალიან ბევრი ბავშვი მონაწილეობს, ძალიან ბევრი კუთხიდან, ქვემო ქართლის რეგიონიდან და ბავშვებისთვის ეს არის ძალიან დიდი სიხარული, ძალიან დიდი წარმატება. ახალი მემარჯვენე